გვერდება გოგი წულაია მართლა მახარებს გოგი რომ დაგთანხმდე და ჩვენი სტუმარი ხარ გულწრფელად გეუნები აი არის იცი გოგი ძალიან ბევრი ხართ ქართველები მთელს ევროპას მოდებული ყველგან შრომობენ ყველგან წვალობენ და მე მართლა მაინტერესებს იცი ეს ბაჭები ძალიან ბევრი ნაცავები ჩემი გასულები არიან ზოგი სწავლობს ზოგი მუშაობს და როგორც კი ჩამოდიან ვეღარ ვცნობ ევროპულად აზროვნებენ და ეხლა შენ აი მე მახსოვხარ ქუთაისის ის იყავი რა ვიცი ფაქტიურად დეშიფრატორი იყავი რამე პრობლემა თუ იყო შეგაგებულობდა მთელი ხალხი რა ხდებოდა საბჭოთა ქუთაისში და ეხლა გითხარი იქაური ქართველები რას ფიქრობენ რას ხდება აქ საბჭოთა საქართველოში და შენი აზრის და მათი აზრის ესე ვთქვათ კომბინირებულად თუ მოგვაწვი ინფორმაციას დავალებული დააქჩევი ჩემო გოგი ისმენ და მაგალითად შენი სტუმარი ხარ პირველ რიგში მადლობა მოწვევისათვის. გასაბო გოგი ძალიან სიამოვნებს რომ დაგთანხმდი და ჩვენი სტუმარი რო ხარ. პირველ რიგში მადლობა ნამდვილად მოწვევისათვის და მინდა გითხრათ რომ აქ არჩევნებში ქართულმა ოცნება წააგო 83% 17%. ას ველაპარაკები ეს ამბობს ყველაფერს იმას ყველაფერი იმას ამბობს თუ რა განწყობა აქვს ესა ეს ციფრებია მინანიშნებელი ამაზე და არა ჩემი თქვა მოყოლა და მე ადამიანებს კი ბატონო სორი და მით უმეტეს როდესაც აი ყველანაირ პირობა შექმნა რომ მაქსიმალურად არ მიეღოთ მონაწილეობა ემიგრანტებს და ყველა პირობა გააკეთეს აბსოლუტურად ნუ ახლა მაგის გახსენება უკვე აღარ გის გავლილი არის მაგრამ 83% 17% და იგივე რა პრინციპში მზად არიან ევროპაში ცხოვრები ემიგრანტები იბრძოლონ მაგრამ მე ერთი გულის წუხილი მინდა სხვადასხვა რომ თქვა ბატონო დავით ისმე ჩემო გოგი რომ აი ემიგრანტების აი არ შუქდება ინდონეზე ტელევიზიებით რასაც თქვა ემიგრანტები იმსახურებენ იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ემიგრანტებმა გადაარჩინეთ ადამიანები ეკონომიურად თუ კი მაგ ადამიანები იკვებებიან ეს არის ემიგრანტების დამსახურება ხო და თუ კი რამე სული გოგი ვაღიარებ და ნუ აღა და აი ყველაზე კარგი რაცაა სხვადასხვა და საქართველოს თუ მიბაძავს საქართველოს პოლიტიკოსები იქნება ძალიან კარგი აქ იყო სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების სხვადასხვა ორგანიზაციები და მათ მოახერხენ და შექმნენ ერთი ქარები ქვია ორგანიზაცია რომელშიც გაერთიან და სულ ყველა თქვა საფრანგეთში მოქმედი, ინგლისში მოქმედი, ბელგიაში ევროპული მასშტაბით? ხო, მთელი ევროპული მასშტაბით და ამერიკაში მოქმედიც და რო ქვია ქარები რომელიც ეგიდითაც კეთდება უკვე ყველა აქცია და ემიგრაციის დამსახურება იყო და ხელშეწყობა რო ყოფილიყო ტელევიზიებიდან ადგილობრივი აი საქართველოში ტელევიზიებიდან ჩვენ ამ კვირას დღეს ბრიუსელში და ევროპის 10 ქვეყანაში შევძელით 10 ქალაქში შევძელით აქციების გამართვა. ჩემი სურვილი იყო და მე ვიბრძოდი იმისათვის და ამას არ დავანებებ თავს რომ ეს გაიმართა თქვათ ერთი შაბათს, მეორე კვირას, მესამე ორშაბათს, მესამე ქალაქში. ჩემი სურვილი იყო რომ აი 40 ქალაქში ერთდროულად 1 საათზე რო გამართულიყო აქცია. და ნუ ამ ბრიუსელის აქციაზე მოსული იყო სერბი აქტივისტები, მოსული იყო იტალიის ჟურნალისტი, იტალიელი ჟურნალისტი, ბელგიელი ჟურნალისტი. აღარ მიუხედავად დაგერეკა მე ჩვენთან კაცო, ნებისმიერი არხები აი ჩემი ბრალია, მოდიშ გიხდი დავით, მართლა ჩემი ბრალია ვიცი რომ თქვენ ამას დაინტერესებული და აუცილებლად გააშუქებდი რაღაცნაირად ისე ექსპრომტად მოხდა მე ვიხდი ბოდიშ თქვენ წინაშე არა კაცო მაგაზე ყველა ემიგრანტი უნდა საუბრობდნენ უნდა გამოთქვამდნენ აზრებს უნდა ვიყოთ ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ჩართული იმიტომ რომ მართობა პოლიტიკურმა პარტიებმა და თუნდაც სალომე ზურავი ვერ მოახერხა ხო ამ ხელისუფლების შემოსა ესე უნდა გაიზარდოს ხო ის წრე მებრძოლთა წრე უნდა გაიზარდოს ამიტომ პრობლემები ემიგრანტები წარდარივად კბილებით დავიცავთ ყველაფერს თუ არ ვიცი რა მეტი ყურადღება თუ იქნება მეტი აქტიურობა იქნება მეტი კონსოლიდაცია იქნება და
ის თუ მოახერხა ემიგრანტმა ქართველებმა ამქარების შექმნა, ახლა ამ კონსოლიდაცია უნდა მოხდეს საქართველოში პარტიებთან, ამ დაიტოვეს თან ბოლომდე, რა ვიცი, რაც რაც მოქმედებს ყველასთან კოორდინაციაში რომ მოხდეს, აი მე ნამდვილად მინდა ასეთი აქცია ჩატარდეს, რომ ერთ-ორ ქალაქში ერთდროულად გაიმართება აქცია, მაგ უნდა დაიდგას მონიტორი და აქედან უნდა გქონდეს ჩართვის საშუალება, შეერთება ბრიუსელი, შეერთება პარიზი, შეერთება მადრიდი, შეერთება ბერლინი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი და ესა დამიჯერეს გიგანტური ტელევიზორები, მესამე ხარისხოვანი ამბავია, ინტერნეტით გააკეთეთ, გოგი, იაფის დაგიჯდება და საწვალებელიც არ გექნება. ეს სტიმულია იმ ადამიანებისთვის, ვინც დგას, მაკრო არ არიან მარტო ჩვენც ვიბძვით, ჩვენ ვცვალობ და სხვათა შორის პეტიციას მომზადებული აქვს ემიგრანტებს, რომელიც შეტანილია ყველა ევროპულ 27 ქვეყნის მთავრობებში დასანქცირების შესახებ. ჩვენ დიდი წვლილი მიგვიწვის სხვათა შორის დეკემბერში მაგ აქციები დაიწყო, ამ ყოველ კვირას ტარდებოდა აქციები და რა თქმა უნდა ის რომ არაღიარების პროექტი არის სამწუთას ევროპაში, ეს რა თქმა უნდა დამსახურება იქ მდგომი ადამიანების, დამსახურება სხვადასხვა პარტიების, დამსახურება სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ ემიგრაციის წვლილიც ამაში შეტანილი, იმიტომ რომ ნოემბერი, დეკემბრებში სანამ მათ იყო ტემპერატურა მაღალ დონეზე, კვირა არ გევიდოდა ევროპულ ქალაქებში აქციები არ ჩატარებული იყოს. კვირა არ გევიდოდა რომ აქციაზე არ მოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები ბრიუსელში, მაგალითად ჩვენ აქციას მოახერხეთ ევროპარლამენტარში, რა გამოდიოდნენ ევროპარლამენტარები, მოდიოდნენ, გვესაუბრებოდნენ, ინფორმაცია ჩვენგანაც იღებდნენ. ასე რაღაც წვლილი ემიგრანტებს ნამდვილად მიუძღვის და ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ემიგრანტებს. ამ წუთას პეტიციები შეტანილია უკვე, ხელმოწერები მიდის ემიგრანტების ამ პეტიციაზე დასანქცირებების შესახებ. აქციებსაც უკვე ყოველ კვირა ვემზადებით, რომ ჩავატაროთ. ასე რაღაცა შრომობ. ოღონ ეს თუ კოორდინაციაში მოხდება, მეტი ეფექტის მომტანი იქნება, ვიდრე ასე ცალკე. აი ამის თქმა მინდა და მინდა თქვა, რომ ევროპაში ცხოვრები ადამიანების უმეტესობა, რა თქმა უნდა, განწყობილი არიან პროევროპულად, განწყობილი არიან იმისათვის, რომ იგი ხელისუფლება შეიცვალოს და რომ მაგ რაღაც ცხოვრება შეიცვალოს, იმიტომ ყველა ჩვენ აქ ცხოვრებ ადამიანის უმეტესობას გვინდა საქართველოს დაბრუნება, მაგრამ მაგჭაობში რა დაბრუნდა ჩემი მტერი. მაგიდან აქეთ გამორდის ხალხი და ემიგრაციის ალღაწამოა სასაული და ახლა ვინ დაბრუნდება უკან. მაგრამ თუ რეალობა შეიცვლება, თუ ეკონომიური მიდგომები შეიცვლება, თუ სიტყვის თავისუფლების მიდგომები შეიცვლება, თუ ცხოვრების ელემენტარული პირობები გაჩნდება, ვინ არ წამოა. ხო და ახლა როცა უყურებ ტელევიზორში, რომ სტატისტიკას მოასმენდნენ, თურმე და გვაჭმევდნენ და დღეს დავრეკე შვილო, მადლა უარყიდულო, მარზეს თქვა და ისა იმას, კადაკს თქვა, სანტესი და ვისიცა. ხო, ნუ შეშფოთებულმა დავრეკე, არა, მამან მგეშია, მაგას ავყიდულობ. ამას რო ემიგრანტი უზვა, ვაჭამოსასვლელია, მაგალი აღალაფი. აი, როგორ უნდა ჩამევიდეს რა? არ ვიცი. ნუ მოკლედ რო თქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ ხელისუფლება შეიცვალოს და დავადგეთ ევროპულ გზას, რომ გქონდეს მიმოსვლა თავისუფალი, რომ მათ ცხოვრობდნენ, მაგრამ მუშაობის საშუალება ევროკავშირი ამას ნიშნავს. ეს უნდა აუხსნათ იქ ადამიანებს, ქართველებს უნდა აუხსნათ ეს, რომ შეიძლება ცხოვრობდნენ საქართველოში, ჩამოდიოდნენ, მუშაობდნენ, ჩაღვიდნენ, ჩამოდიოდნენ, მუშაობდნენ, წავალ. ნუ აი ეს მინდა და ეს უნდა მოხდეს და მე გარანტი, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ემიგრანტების უდიდესი ნაწილი დაბრუნდება საქართველოში და ჩვენ ვიბძვით ჩვენი გადაჩენისთვის, ჩვენი საფლავისთვის ვიბძვით, გუშინწინეებზე მომიწია ბელგიურ სასაფლაოს გასვლა და როდესაც ნახე ამდენი ბელგიელი საფლავი, ერთი ქართველი საფლავი გული თუ არ გამოსწრებოდა არ მეგონა რა. ისე განვიცადე რა. ესე ისო ის დაკარგულია უკვე მისი შთამომავლობის აღარ მოდის საქართველოს, მაგრამ მოასვენებდა ხო იმ მტავს. აქ დაასაფლავებდა. და ასეთი უკვე ბევრია და ჩვენ თუ ახლა დროზე არ შევცვალოთ,
ემიგრანტების რაღაც დიდი ნაწილი უკვე დაიკარგება. ასმელა პარაგები. და გოგი ისა აი 10-15 წუთი დაგჭა და მე მართა მაინტერესებს შენ კომუნიკაცია სისტემატური გაქვს თუ არა ქუთაისელებთან, შენ სახლობლებთან და აი იქაურ განწყობაზე ვისთანაც საუბარი გაქვს ქუთაისელებს გულისხმობ მე რას ფიქრობ აი გაუარეს და შენ წასვლამდე რაც იყო იმასთან შედარებით მათ ცხოვრების დონე თუ გაუმჯობესდა რა თქმა უნდა გავმე მართლა მაგ კონტაქტები არა მარტო ქუთაისს და მთელ საქართველოსთან ვცდილობდი და თბილისს და მაინტერესებს აი შენეული ახლა ყოველ შემთხვევაში და ნუ ახლა გაუარესებულია მდგომარეობა ახლა იმის თქმა რომ აი მე რომ ყოფილიყავით ლასი არ იქნებოდა ცოტა შეიძლება ზედმეტიც გამომივიდეს მაგრამ ჩემი არ ყოფნა ნამდვილად ეხო იმდანაც აი თუნდაც ის ცენტრალური ბაღი შემოღობილია უკვე და ნუ წლებია უკვე დაანგრიენ აჩიჩნენ ჩამოჩიჩნენ და არის აჩიჩნული რა ღორი საჩუჩქრული ვითაო ამას მე არ დაუშვებდი და ალბათ პირაში ერთხელ მაინც რაღაც პერფორმანს და იგი მაინც მეგზავნოდა აქციები რომ ის დაჩქარებულიყო და გაკეთებულიყო მაგრამ რეალობაში გაუარესებულია და ნუ ჩემი ყოფილაც შეიძლება არ დატყობოდა მაგრამ ასე თუ ისე რაღაც კუთხით ეთყობა მაგრამ მე უფრო მინდა აი დღევანდელ პოლიტიკაზე და ვისაუბრა იმის და რაღაცნაირად რომ თქვა და მაგ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ასე შემდეგ ამ თემაზედაც მინდა 1-2 სიტყვით შევეხო. 15 წუთი დაგჭა ჩემო გაისააღება. კი ბატონო, ამ სიტყვში ჩავარდე, ქალბატონო სალომე ზურავიშვილს არ შეეხება ჩვენ კარგად გვასწორს და ბატონო და ჩემზე უკეთესად გემახსოვრება. როდესაც ის გადააყენა მიშამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან იმ დროს ყვა ასეთ სიტყვები ხო ალბათ ყველას გვაქვს რომ ქაჯები კი არ მიდიან ქაჯები მოდიანო მიშას უპასუხა მიშამ თქვა ქაჯი წევიდა თუ რაღაც ასეთ ხო იყო და იმ დღესვე მან 60,000 ადამიანი შეგრიბა იპოდრომში მაგრამ ამ კაცს არ აღმოაჩნდა შემდეგ იმის უნარი იმის მებრძოლი ამ კუთხით ეთყობა ის საფრანგეთში გაზრდილია და ეთყობა დადიოდა ფრანგული აქციებზე თუ არა მეტი მებრძოლი უნდა იყოს ეს ყველაფერი გაანიავა და გაჩეჩილაძე გაგვიხდა მე ოპოზიციის ლიდერი როცა მას შეეძლო ოპოზიციის ლიდერობა ამით იმის თქმა მინდა მე კი არ ვაკნინება ქალბატონს კაცო ძალიან კაი რაღაცებიც გააკეთა აციც უნდა გააკეთოს მაგრამ მისგან ლიდერი არ შედგება ეს უკვე იმპაქტმა და გუში დღემაც დაამტკიცა და ის რო თქვა დაანონსა რაღაც საბჭო თუ რა თქვა რაღაც მასო სახელი კი წინააღმდეგობის კომიტეტი ამ ოთხმა და თუნდაც იმის ფედერალისტები რომელიც დაემატა ჩერგოლოიშვილი დაემატა ახლა იქ ამ ხუთმა პარტიამ ეკველისუბრება ვერ შეცვალა ესე არ ყოფნის ეს ძალა არც ურთიერთმოლაპარაკება შეუძლია და ვერ შეცვალა ამით ეს უნდა გაიზარდოს სპექტრი უნდა გაიზარდოს უნდა შევიდეს ყველა პოლიტიკური ძალა თუნდაც აი პირობითად ვამბობ რა თუნდაც პატრიოტულ ალიანსს თუ ისურვებს შემოსვლას უნდა შემევიდეს ვინც თავდება რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ვინც ამაზე თავდება რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს აუცილებლად და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა პოლიტიკური ძალას უნდა ქონდეს უბლება მისვლის და ყველა ნუ ახალგაზრდობას რა თქმა უნდა იმ ჯგუფს რომელიც იბსვიან და ახლაც ქუჩაში არიან საზოგადოებრივ აი ტელევიზიების წარმომადგენლებს და ყველას აბსოლუტურად ვინც რაღაცას წარმოადგენს მაგ ქვეყანაში ყველა უნდა შევიდეს ამ საბჭოში და უნდა იყოს ღია დაждებიან და პუტუნობენ რას პუტუნობენ და მე გამოდის ერთი ეწყობა მეორე სხობა მესამე სხობა ასე ყვა შეიძლება გამწვერე ჩვენ მოგვასვენი ერთი შინ რას ლაპარაკობ ვერ გევიგე ტრამპის ზელენსკის დელაპარაკობ თავისუფლიოს დასალაღადა მაგარა ოპოზიცია დელაპარაკობ იმის 2 მილიონი კაპიტალის დასალაღადები რა ხდება ამით ვერ გავიგე კაცო რადგან ეხლა იუმორით შენ ბევრი რაღაცა გადმოგვეცი აქეთ მაგრამ რა არის ის საგოგი გულწრფელად ვიყავ შევხედოთ რა ფაქტებს
ჩვენზე წერდნენ ჯერ კიდევ მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში, რომ ქართველები შეუთანხმებლები არიანო. მანთა ეგეთები ვართ, ნუ გიგვირს რა, გოგი, ახლა აი ითუბეთეს ქუთაისში ცხოვრობდი შენა, კაცო, აი სულ გიგვირს, იცი, ახლა კლიმატური სხვაობა არის რა, რიკოთის უღელტეხილის იქეთ. ტენიანი ადგილია და ბალახი არ ხმება, აქეთ კი ბალახი ხმება. და რა საოცრება რომ ჭამდით ერთმანეთს ისტორიის ბაზაზე, მთელი ისტორია ჩვენი არის ჯერ შინაომები, მერე გარეომები და აი შინაომებზე სულ ფიქრობ, იცი, მეცინება გუბის ხაზე რო გავდიო, სულ სიდისკის ქეჭრება გაქვს, მეთქი ქართველებმა დახოცეს ერთმანეთი მე. დართ ეგეთები გოგი, რას იზამნო აი. არა ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ ადამიანებმა საზოგადოება იმ ახალგაზრდობა ძალისხმევა უკვე არა ოცნების ჩამოგდებაზე უნდა რა თქმა უნდა ოცნების ჩამოგდებისთვის მაგრამ ძალისხმევა უნდა მიმართოს და ერთი თითო აქციას ოფისებთან თუ გაუმართავს ოპოზიციურ პარტიებს და ერთი თქვენი დედაც დაჯექით და დაილაპარაკეთ რა აი ეს არ იქნება ცუდი აი მართლა უნდა გაუმართო რა აქციები ალბათ სწორია შარზე ვარა მე სხვადასხვა ახლა აჩას თუ ბოდიში ასე ავიღებ ტელეფონს თუ გამოაჩინე აგერ ყოველ დილას ნახულობ იმას მზია ამაღლობელი სურათი გვაქვს დაკრული საწყარი გოგო კაცო ყოველ დილას მე აგერ ვისთანაც ცხოვრობ და ეს ადამიანები აგერ ნაცემი ბიჭების სურათი გვაქვს აგერ მზია ამაღლობელი სურათი გვაქვს თუ გამოჩნდება არ ვიცი და წინ ეგ კიდე ნაცემი ბიჭების და პატიმრების სურათი გვაქვს დილას ვიღვიძებთ, ნახულობთ ამას და ამ განწყობით ვცხოვრობ მე მთელი დღე. ხო და ჩვენ მე ერთ რაღაცას შეგვიძლია კიდე რომ მოყვე თუ კი ავო ერთ წუთს ვაჩუქებ. გოგი არა, დრო გვაქვს, გისმენ, ზამიკო, გისმენ. ხო. აი მაშინ ვიყავით ციხეში. როდესაც პარლამენტში შევიდნენ ესენი. ოპოზიციური პარტიები. აი რო უყურებდი ტელევიზორში როგორ შევიდნენ პარლამენტში მიშელი რო ჩამევიდა მადედა აფეთქებული მიშელი ჯერ ტელევიზორიდან იმასა იმ ღამესვე გამოგანდა მაცეცმოკიდებული და იმ ღამესვე ინგილასზე ჩამევიდა ჯერ ხო გასოს პრეზიდენტთან იყო და იქიდან ჩათვა იყო და აუდა დიდი სამე მე გამოგანდა დილას და თბილისში ჩამევიდა იმიტომ რომ მას საწყობდა ეს გაპიარებისთვის და ფეხებზე დაიკიდა საქართველოს მე თუ ვკითხავ მაგ მიშელმა და ეგენი რო შელადე პარლამენტში ეთიკმირა აი თანგრეული ვიყავი რა აი შეშლილი ვიყავი კამერაში ვებჩერდებოდი ბოცსები ვეძინებდი საკვებს ვეჭამდი გიჟგავდი ისი ახლა ის ყველა ის პოლიტპატიმარი ამ ცუთას აი გუშინდელი დღეებიც ნახა მათთვის ეს იყო ტრაგიკული სიტუაცია. დამიჯერეთ და კეთილი ინებეთ პოლიტიკოსებო, კეთილი ინებეთ საქართველოს პრეზიდენტო. კეთილი ინებეთ და გაითვალისწინეთ ეს წვირეები და თვეები კი არა. ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ყოველი წამი მნიშვნელოვანია. და პატიმრისთვის, როცა იგზის და იმედიან და იმედს გადაეწურება, როცა ამას ტელევიზორში ნახულობს, არის დამანგრეველი. ყოველი დღე მე უფრო მძიმეა, ორჯერ მეტი მძიმეა. ეს საკუთარი გამოცდილები და მეუნები ახლა მათ ვინც გულგატეხილები და ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ. თქვენ ჩემისებო, თქვენ ჩაჯექით ახლა იმ კამერაში და გარე მიმდინარე მოვლენები რაფრე იქნება თქვენზე ასახული. მე რო გამოღვათ მომიყვებით რა. და ასე შეიძლება და ისევე ალბათო სალომეს ვიდა მიმართო. Თამადო სალომე გუშინწინეებზე განაცხადა რომ იგი სომხეთისო მეო როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტიო სომხეთის უთიო ბოდიშო ფეხბურთზე რო სკანდალი მოხდა და რაფერი ისეთი არ იყო რა ვიცი ყველაზე მთავარი იყო ეს თავი რა იცი მან თქვა რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი კი ბატონო მე ვეთანხმები შენ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი ხო და თუ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი ი პრეზიდენტე კეთილი ინებე დღეს რო კანონები მიიღენ დადეგი და ვეტო დაადები, რა თქმა უნდა არ გააჩნევს. ადეგი და შეწყალება გააკეთე 1000 პატიმარს, რა თქმა უნდა არ გამოუშოვები, მაგრამ 1000 პატიმარს იმედი ხო გაუშვება ახალი ხელისუფლების მერე, მე გარეთ გავდივარო. 1000 პატიმრის აი შობლებს იმედი ხო გაუშვება ახალი ხელისუფლების მერე. იგი ჩემი შვილი გარეთ იქნებაო.
Paket era, vermeli i presidente. Vizafeti, bakar presidenti. Sakatos, gidimo saklava. Görüyorum ha presidenti, sorry ha. Davayı presidente. Tabii, ay ne mikris ha, ay şöyle füsa giyiş gava, akida roğuri bas. Jo kreatura şarin kela gapitso. Jo roğura şeyle var, o şey gibi, sotkive. Da fat presidenti, es partiye bir de daha da dön, kanskadeba. Ჩვენი მოსვლის შემთხვევაში და ამ ხელისუფლების წასვლის შემთხვევაში სიატურაში არამატო მაგალითი იღება ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტებს თვითმმართველობას მიეცემა მეტი უფლებები და ნაშრომი ფულების წილი დარჩება იმაში და მოხმარდება ქალაქს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დააცდეთ რა განცხადება არ მიშობე, რას მე არ გიშობე. შენ შეთავაზე რამე არ მიგიზე? Da vergemi ki ya hiç ya dora şey 20% koyuyor. Midi la 20% elaborate. Esra, asıl o şey var. Seni sürüyor çamur oldu. Asıl abla çamur oldu. O seni sürüyor. Nasıl? Hadi tabii ki ta şey mi magenisi sürüyor. Problema da, in problema sarıken ne? Vergemi ki Esra. Tamam, abi çira, çigeze da suda imuşavon. Amerika bunlar şekmen problema. Patimari, ya polit patimari goşuyor. Şeyle amiz adreso şifşilma. İyi bu sapati groşi. Kanoniz davaya bir okteba satma sanat mühendisiyat. O gazete basaruke tebe tarsana bani mühendisiyat. Tası şimdi. Atasına darlovas o tebe. Romes patimar sekundis. Kapitse la igen dağıtsa bir şifşiloba. Tadi imuşavret, kapsoazet kabinetçi davzat, tadi regionevşi imuşavret, kaşşabet sağlamı, kabinetçi davda, imidat, bilişi gamagrev, lingal muvaktip, seli sublevaz, hepti yaksura. Skadashores, ისა, ნიკოლას მეორე კაბინეტში გადაწყვეტა და მოაწერინეს ხელი. არის ამასაც ჭკუა უნდა და ნიჭი უნდა. ძალიან გამიხარდა გოგი, გულწრფელად გეუბნები, რომ ესეთი კომუნიკაბელური ხარ, ესე ვთქვათ, ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისა და მე მაინც გირჩევ, რომ აი თუნდაც კვირაში, ორ კვირაში ერთხელ მაინც რაღაცა 9 საათიანი, 40 წუთიანი შაი რაღაც გვარი მაგიდის მსგავსის ორგანიზება, რომ მათ ყველა შეეძლოთ ევროპაში იმისი ესე ვთქვათ ჩართვა გავაკეთოთ. მე სიამოვნებით ერთი განცხადება მინდა ახლა ბატონო დავით. ერთი განცხადებაც მინდა გავაკეთო მე ხალხო ნინოს უსვინე. ამ ფინანსურ გაჭირვებაზე აფინაღა ნინოს მოსმენა ისედაც ხომიც რა გაჭირვება ფინანსური ტელევიზიებში და ჩვენ ტელევიზიაცაც აქვს ფინანსური პრობლემები და მინდა ემიგრაციას მოუწოდოთ. ერთ-ერთი ოპოზიციური ტელევიზია, სადაც დაბალანსებულია და ნაციც მოყავს, ქოციც მოყავს, იგიც მოყავს, ყველა მოყავს. და მოუწოდოთ ემიგრაციას, რომ დახმარება არ მოვიჩინონ. არის კარგად, თქვენი ხმა არის სულა, ბატონო დავით. აი, ნამდვილად მინდა და რა ვიცი, კიდევ ვთქვი, რომ მარტო მე არა, ძალიან ბევრი ემიგრანტები არიან, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვიან. და არ ვიცი რა, ყველა უნდა გაშუქდეს, ყველა უნდა ჩაერთოს მაგ პროცესში. მე ჩემის მხრიდან გპირდები აგერ, ესე იგი კვირაში თუნდაც 1-40 წუთს გამოგიყოფთ. ოღონ ისაუბრო, ოღონ აი თავიანთი განწყობები უთხრან, აქ თავიანთ ნათესაებს და არის არ უნდა დაიკარგოს კონტაქტი და კომუნიკაცია შენს ქვეყანასთან. ბევრი წლობით რჩება იქ, მაგრამ სულით ხო აქეთ არიან. ნუ ეყოს შემთხვევაში რა თქმა უნდა, სულით აგერადიან, გამეტირიან, რაც მაგ ხდება. გამეტირიან. ტირიან ამას რომ მიჩერებიან, როგორ იჭირავენ, როგორ აწამებენ, როგორ აჯარიმებენ. რა ვიცი, ამაზე ცემლები მოდის ადამიანებს. აი მე თემი ამერმეზინა წოხელის კაცო. ქაპიროთ ყდა ეს პოლიციელები, ეს სუსი თუ რა, აიცი რა არის, აი ასე მგონია რომ აი გესტაპოელების ქვეყანას გვიშენებს ეს ხალხი. აი მაგას უნდა ჩვენ უნდა მივაწვოთ თურქეთს, სხვადასხვა ახლა აქციაზე რო ვიყავ, სერბი აქტივისტები იყვნენ და სერბი აქტივისტებთან ქონდა საუბარი და მათ აღნიშნა რომ ამედან მშვიდობიან და დიზვიტო და ასე მშვიდობიან და არავინ არ გიდის დიქტატურაო. ჩვენ ვიყიდებოდით პოლიციასო და მაინც გიჭირავენ და დააფეთქებული და ახლა ჩემგან შენ იყავი ბელგიაში და მიტო აკეთებ მამოწოდებას
და ცოტა უხერხულია, მაგრამ მე აქედან დანახული ვამბობ, რომ აი ფიზიკური წინააღმდეგობები უკვე უნდა გაუწიო პოლიციელებს, რომ მათთან აჭირს უკვე არაფერი, სად მოძებნა ასეთი ნაწილები, მე არ ვიცი, რაღაც დიდი ნაწილი, მათ უნდა გაუწიო ფიზიკური, აი შევხედო თურქეთში რა ხდება, კაცო. სრაჯი დაანგრიენ კორდონები. ყველგან ვაკვირდები, საშინელებებია ყველგან. ხოდა იგი საბრაგეთში მაგაცები და ურები კორდონებს ანგრევდნენ და დასტირობდნენ, კაცო. ფოთოლი არ ჩამოვარდა, უცეთა მინა არ ჩატყდა, რა მინა არ ჩატყდა. და აი კიდევ ერთხელ მოუწოდებ აღარ ოპოზიციას. უდიდესი სკანდალი ახლა რაც მოხდა იმ სკენიტის შამაზე. და დაიწყე ბოიკოტირება ის სანტეს იმის აციებ თემა რა გამოდით მარტივამი და სოციალური კუთხეც გაიტანეთ ეკოლოგიური კუთხეც შეიტანეთ ზოლაში ყველაფერი შეიტანეთ ყველა კუთხიდან უნდა შოუტიონ აბსოლუტურად ყველა კუთხიდან დავაი დაცო ხვალ აქციები სანტესთან და ვისხასთან იყო ეს იგი რძე და ვინც უშობდა ვიწამლამდე შვიდს დაფრიალ მოახსოვდეთ ხალხო Cheese, გიწამლა როგორ ფილი ეშობა დიდი. როგორ არ უნდა აღშფოთდეთ ვერ გემიგდა. როგორ არ უნდა მიყვიდეთ იგალა და უთხარ თქვენი დედა მოგხარ. ჩემთან შეიგინები ახლა მოცა რაღაცა ის. არ ვიცი რა. არ ვიცი, ასე არ გამოვა. ასე არ გამოვა და მე აღარ სიტყვის საგანი არ ვაპირებ რა. აღა ჩამევიდე, მაგრამ ციხიდან მეტი ნაკლებს გავაკეთებ ვიდრე გარეთ. გეთახმები გოგი ყოველ შემთხვევაში მაგრამ სიკვდილი არ მინდა აგანი მინდა რომ შეიცვალო სიხებულისურობა და ვიყო ჩემო ჯავთან ვიყო ჩემ მეგობრებთან და ვიყო ჩემ ქვეყანაში რა მიუხედავად იმისა აწყობილი ქვეყანა მიუხედავად იმისა კაისო კაიჭა კაიმაცვია მიუხედავად ამისა მინდა ჩემ ქვეყანაში და всё გასაგებია შენი განწყობა მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები გოგი მაინც მოხდება ის რაც ფაქტიურად შენს თავიდანვე თქვი ესენი დიდხანს ვერ გაძლევენ აი რაღაცა საოცარი ჯახი არის ახალგაზრდობასა და აი ამ გათახსირებულ და გარყვნილ ხალხსთან და ეს ომი მოიგებს ახალგაზრდობა მოიგებს ფაქტიურად რა ძირითადი ხერხემალი არიან სტუდენტობა დამიჯერა სულ მასეი თავრებენ აი ამ ეროვნული მოძრაობის დროსაც ხერხემალი იყო სტუდენტობა ეგ იყო ყოველთვის ისტორიულადაც და გოგი დიდი მადლობა ჩემს სიტყვას გიბარებ აგერ გადაეცი შენებსაც მოიფიქრეთ რაღაცნაირად ჩართვის მექანიზმი ინტერნეტით და რა და ჯობი ეს ოთახში გაკეთდეს და სხვადასხვა ესე თქვა და აი მინდა რა ქვია ქალაქებიდან პერიოდულად 5 წუთი დაუშვათ ერთ 5 წუთი მეორეს რაღაცა მოიფიქრე და მე სიამოვნებით აი всё მაგაზე ვიმუშაება აუცილებლად ბატონო არის თული დამიჯერე გოგი არ არის თული ნუ მოდი ჯერო ორი ქალაქიდან დავიცვათ მე აუცილებლად მათემატიკაზე შევთანხმდით გოგი და ძალიან მიხარია რომ ესე თქვა ესეთი შეყოლოთვის აი ასე მეგონა რომ ქუთაისში ყველა გალაღებული არის შენ რო გალაღებული ხავდი ახლა შენ რო ხელი და 40 წუთი ასე თქვა გაბრაზებული გავი ან ვიფიქრე ნაპოლეონის სიტყვა უთხრა ქართველებს მინდა ნაპოლეონის სიტყვა უთხრა ყველაზე დიდი ტირანია დაქვემდებარებულთა ტირანია აი ესაა ზუსტად ჩვენთან საქართველოში დაქვემდებარებულთა ტირანია და მსოფლიო ტირანიას და მსოფლიოს არ ახსოვს გონი ტირანი საცაიკოს გადავალული და ვიღაცები ამყარებდეს ტირანიას ლუკაშენკო თვითონ წავს პუტინი თვითონ წავს პინოჩეტი თვითონ იყო ფრანკო ეგია ერთი ყველაფერს გასაგუნდებული რაოა დეკატონები და აპეტგებული აი რა ნაპოლეონი გაიწერა გოგი გამიწერენ ეხლა ვარ გავიდე რეკლამაზე გოგი მადლობელი ვარ პირდები ჯერტმენური მოლაპარაკება შენ თუ უზრუნველყოფ თუნდაც ორი ქალაქიდან ინტერნეტით ჩართვას მე პირდები რომ ესე ვთქვა და რომელიმე დღე ავირჩიოთ თუ გინდა სამშაბათი იყოს თუ გინდა ხუთშაბათი იყოს და გავაკეთოთ ეს ჩართვა და მართლა კომუნიკაცია თავის ნათესაებთანაც არ იქნება ორიგო გელა ესა გოგი მაპატიე რა გელა მთილიშვილი ველოდება გამექცევა თუ არ ჩავთე ახლა კი всё დავამთავროთ მადლობა და ბევრი საინტერესო გვიამბე
და პატარა რეკლამის შემდეგ ხალხო ქალბატონი ხალბატონი მეთქი გელა მთივლიშვილი აგვეყოლება სტუმრად იგი გუშინ ბათუმში იყო თუ არა ვცდები და სასამართლოს დაესწრო და რა ვიცი იმეც ვიტოვებ რომ თავისებურ ესე თქვა ახსნას გაგვიკეთებს რას ვერჩიან მედიას და მედიის ფაქტობრივად კასტრირება უნდა ტელევიზიების განსაკუთრებით და მეგონი იცი ეს სადღაც არ ვიცი ეს 27-38 წლების ეპოქაში უნდა გვავყოფონ ამ ბიჭებმა შევხედოთ მისი აზრი რა